ერთად აგლოცოთ და ერთად აგიფაროთ ქრისტეს მიერ თვირფასოთ მებოდა დებო. ერთი იყოს თქვენი მფარველი და მაკუთხედელი. მშვიდობა არ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ცხოვრებას და მადლი და კეთილი ნაყოფი გამრავლებული იყოს ჩვენ შორის. ეს ძალიან საგულისხმო სახარება წავიკითხეთ. გადავიკითხავ ნაწილობრივ და მერე ჩვენც უფრო გულდასმით გავიაზროთ რაზე არის აქ საუბარი. დღევანდელი სახლის, ესე იგი დღევანდელი სახარება ეხება იმას, ვიცი ჩვენო სახარებისეული იგავები განიყოფება რამოდენიმე ნაწილად. არის იგავები, რომლებიც ეხება მეორედ მოსვლას, არის იგავები, რომელიც სხვა რაღაცა საკითხს ეხება, მაგრამ მთლიანობაში ყველა იგავი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანდება იმ აზრით, რომ სასუფეველის ძიება, სასუფეველის მოხვეჭვა როგორ უნდა შეძლოს ადამიანს. ასეთია იგავი იმ ქალზე, რომელმაც დაკარგა რაღაცა დრახტანი და აანთო ჭირაღდანი და ეძებდა გულმოდგინეთო. ასეთია იგავი, სადაც საუბარია მეასე დაკარგული წყლის შესახებ და ასეთია ყველა ის იგავი, რომელზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ. მაგრამ არის იგავები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მეორედ მოსვლის ამბავს. ერთ-ერთი ესეთი იგავი, ანუ სამყაროს ამ ჩვენთვის ნაცნობი და ხილული სამყაროს დასასრულს და ახლის დასაწყისს. ეს იგავი არის იგავი მევენახეების შესახებ. ვენახი ძალიან პოპულარული თემაა, კარგად იცით თქვენ წმინდა წერილში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში. და აქ საუბარი არის რაზე? სხვა იგავი მოყვა უფალმა. კაცი ვინმე იყო სახლის უფალი, რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მასშინა საწნახელი. და აღაშენა გოდორი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრეს მოქმედთა მათ მონანი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსყვიდნეს და რომელთამე ქვაი დაკრიბეს. ყველა წარავნინა სხვანი მონანი უმრავლესნი პირველთანი და მათცა იგივე უყვეს. ხოლო უკანასკნელ მოულინა მათ ძე თვისი და თქვა, შენ ხოლო თუ იგდიმონ ძისა ჩემისა. ხოლო ქვეყანის მოქმედთა მათ, ვით არცა იხილეს ძე იგი მისი და თქვეს გულსაშინა მათსა, ესი არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიფკრათ სამკვიდრებელი მისი. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა იმის და მოკლეს. რაჟამს იგი მოვიდეს უფალი სავენახისა იმის, რაიმე უყოს ქვეყანის მოქმედთა მათ. თქვეს მას, ბოროტნი იგი ბოროტად წარწმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა ქვეყანის მოქმედთა, რომელთა მოსცეს მას ნაყოფი ჟამსა თვისა. ხვა მას იესო, არასა და აღმოგიგითხავ საწიგნსა შინა, ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისამიერ იყო ესე და არ საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენ. ძალიან საგულისხმო ტექსტია, ძალიან ჩასაკვირვებელი, ძალიან ბევრი სიღრმის შემცველი. მადლობა ღმერთს, რომ მოგცა ჩვენ ეს თავისი სიტყვა და ვიცით ჩვენ წმინდა წერილს რა დიდი მნიშვნელობა აქვს. ეგნატე ღმერთშემოსილი, ერთ-ერთი უადრესი და უდიდესი მამა ეკლესიის ისტორიაში, ეგნატე ანტიოქიელი იგივე. თავის წერილებში და მას რამოდენიმე წერილი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი წერილი. იგი ანტიოქიაში შეიპყრეს, წაიყვანეს რომში და გზად მიმავალი დიდი ხანი მიყავდათ. იგი გზადაგზა იგი წერდა თავის წერილებს იმ ადგილობრივ ეკლესიებს, რომლებთანაც გავლა უწევდა, რომლებიც მას აქეთ წერდნენ ხოლმე გასამხნევებლად თუ სანუგეშოდ თუ შესაკითხად რაღაცა სიტყვას. იგი იყო მოციქულთა მოწაფე.
და იგი თავის წერილებში წმინდა წერილზე ზუსტად აი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ მივისწრაფი სახარებისაკენ, ღვთის სიტყვისაკენ, ბიბლიისაკენ, როგორც ყურისკენ. ჩვენ როცა ვამბობთ ხოლმე ღვთისმსახურების დროს, რომ ეზიარებით, ჩვენ ვიცით ის განმარტებაც, რომ ადამიანები ეზიარებიან სხვადასხვაგვარად. გარდა შინაარსობრივი სხვადასხვაგვარი ზიარებისა, რომ ვინ როგორი ღირსებით და ღვთისმოშიშებითა და მოწიწებით ეზიარება, გარდა ამისა ჩვენ გარეგნულადაც სხვადასხვა ზიარების უფლება გვაქვს. ერთი რომ საერთო ლოცვაში და საერთო ვედრებაში ყველა ვართ თანაზიარნი. მეორე, ყველა ვეზიარებით, როდესაც წმინდა წერილს ვისმენთ, 60 ფულო და ახალი აღთქმა იკითხება ხოლმე მსახურების დაახლოებით შუა მონაკვეთში და ამის მერე უკვე მართალთა ლიტურგია იწყება მრწამსის შემდგომ და უკვე ეზიარებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც არიან ეკლესიის წევრები და დაუსჯელი წევრები. ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ ისიც ზიარებაა, ღვთის სიტყვით ეზიარებიან კათაქმევლები, ღვთის სიტყვით ვეზიარებით ყველა. და ჩვენ ფაქტობრივად თუ აი ამ ღვთის სიტყვაში ვართ ერთიანი, მაშინ რა თქმა უნდა გვექნება სულ სხვა გონება, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ გონება ქრისტესი მაქვს. პავლე რა თქმა უნდა აქ იმას კი არ იჩემებს, რომ იგი ისევე ყოვლისმცოდნეა და ისევე ყოვლისმხილველია და ისეთივე დიდებისა და პატივის მქონეა, როგორც ქრისტე ღმერთი, არამედ საუბრობს იმაზე, რომ ადამიანმა საკუთარი თავი გამოირჩია ღვთის სრული, თავდადებული და მოუკლებელი მსახურებისათვის და როგორც სხვა ადგილას ასევე პავლე მოციქული ამბობს, ჩემში მე კი აღარ მოქმედებ, ქრისტე მოქმედებს. ანუ რასაც აკეთებს ადამიანი, ცდილობს აკეთებდეს ღვთის სადიდებლად. ცდილობს აკეთებდეს სიმშვიდით, რათა მართლა არ დაკარგოს თავისი თავი. ჩვენ გვინახავს წმინდა წერილში სიტყვები, სადაც წერია, რომ უფალი ბრძანებს ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე, რომ რომელმაცო თავისი თავი ასე ვთქვათ, წარწმინდოს, წარაგოსო, ჩემთვისო, იგი მას მოიპოვებს. ხოლო რომელიც თავის თავს მოუფრთხილდებაო და შეინახავსო, იგი მას წააგებსო და დაკარგავს. აი აქ საუბარი არის ზუსტად იმაზე, რომ რისთვის ღირს ცხოვრება და რისთვის ღირს სიკვდილი მართლა და მართლა. და საერთოდ ისეთ ადამიანს ეწევა თუ არა საერთოდ სიკვდილი. არის კი მართალთა სიკვდილი, ჩვენ მართალთა სიკვდილს საერთოდად მიძინებას უწოდებთ. გარდაცვალებადაც კი არ ვიხსენიებთ, არათუ სიკვდილად. ამას რატომ ვამბობთ? იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ ღმერთთან კავშირში იძენს თავის ჭეშმარიტ სახეს. თითქოს ადამიანი თავისით რაღაცას ფორჯალობს, წვალობს, იმას შვება, ამას შვება და უცებ აღმოაჩენს, რომ არაფერი არა, უცებ ერთ დღეს მოიხედავს ვიღაცას რაღაცა ცხოვრებისეული განსაცდელის გამო, ვიღაცას ასაკის გამო, ვიღაცას რაღაცა სნეულების გამო, ვიღაცას კიდევ ვიღაცის გესლიანი სიტყვის გამო, თუ რა ვიცი 1000 მიზეზით უცებ გული დაწყდეს შეიძლება, ისეთი სასოწარკვეთა, ისეთი სიმძიმე შეიძლება შემოაწვეს ადამიანს, რომ აღარ იცოდეს საერთოდ რატო ცხოვრობ, რა მინდა, რას ვაკეთებ, ღირს რამე, ანათამდე რა მიკეთებია, ანამის მერე რა უნდა ვაკეთო და აი ჩაემტრეს ადამიანს გულში და სულში ყველაფერი თითქოს. ჩამოენგრეს, ასე ვთქვათ, ყველაფერი თითქოს, რაც საყრდენი ჰქონდა. მაგრამ როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ იყოს ღვთის მადიდებელი, აი ასე არ მიითვისოს ამ მევენახეთ ამ მსგავსად ის რაც უფლისაა, რა თქმა უნდა მისი ცხოვრება არის სხვანაირი. აქ რა თქმა უნდა, როგორც სხვა იგავებში, სუფრის გაშლაზე თუ ღვინის გადაღებაზე კი არავინ არ გველაპარაკება ხოლმე. აქ რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო სხვა ღრმა აზრი არის ნაგულისმები იგავიც იმისი იგავია, რომ რაღაცა სიღრმეა შიგნით ჩადებული და მევენახეთა იგავში, რომელიც ახლა თქვენ ხელახლა მოისმინეთ და ბევრჯერ გაქვთ ყველა საკითხული მჯერა, აღწერილი არის ის, რომ უფალმა გააშენაო თავისი ვენახი. თუმცა ვენახის გაშენებამდე ნახეთ ერთი კარგი სიტყვა არის, რომ მან ზღუდე გარემოსდვა მას.
ზღუდე ანუ ღობე, რაღაცა მიჯნა გაუკეთ ამას. სხვათა შორის ერთი ქართული იგავი, ანდაზა, რაღაც ამბავივით არის, რომ ერთი კაცი მივიდაო ვიღაცასთანო, დიდარკასთან და თხოვა ორო ფული მას ესხეო, რა გინდაო გააკეთეო და აიო ვენახი დავრგეო და ღობე მინდა გაუკეთო. მეორე კაცის მივიდაო იგივე სათხოვრითო და რისთვის მენათხოვრებიო ფულსო ისევ კითხა ამ კაცმა და აიო ღობე გავაკეთეო და ეხლა ვენახი მინდაო ამ ღობის შიგნით გავაშენოო და რომელმაც ღობე გააკეთაო იმას დაეხმარაო ეს შეძლებული კაცი რომ შენო სწორად დაგიწყიაო ეს ყველაფერი. შენ სწორად დაგიწყიაო საქმის კეთება, იმიტომ რომ ჯერ დაგიცავს ის რაც მერე უნდა გააკეთო და მერე დაგიწყია ასე ვთქვათ იმის შიგნით გაშენებაზეო ზრუნვა. ამაში რა თქმა უნდა თავის სიმართლე იმაშიც არის, თავის სიმართლე იმაშიც არის, ეს არ არის უნივერსალური რაღაცა სიბრძნე, მაგრამ რა ლოგიკაზე არის აქ საუბარი, რომ რაღაცა რაც არის, ის უნდა იყოს დაცული. საერთოდ არც ერთი კანონი ამ ქვეყნად არ გაჩენილა პირდაპირ. აი არ მოიპარო, არ მოკლა კაცი, არ დასწამო ცილი, არც ერთი კანონი აი ესე არ დაწერილა. ყველა კანონი ამ ქვეყნად იწერება მას მერე, რაც დანაშაული ხდება. ჯერ კაინმა მოკლა თავისი ძმა აბელი და მერე თქვა უფალმა, რომ კაცმა კაცი არ უნდა მოკლას. რა ეს მანამდე ასე არის ხო, მაგრამ კანონად დაწესდა ეს. ჯერ ვიღაცამ მოიტყუა და მერე თქვა უფალმა, რომ ტყუილი არ უნდა თქვა. ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა დააბრალა და ნუ იქნები ცილისწამებელი, ნუ იქნები შურიანი, ნუ იქნები რა ვიცი ყველაფერი ის რაც ჩვენთვის არ არის საკადრისი და შესაფერისი. რატო ხდება ეს ასე? იმიტომ რომ ცხოვრება თავისთავად რომელსაც ღმერთი გვაძლევს არის უდიდესი წყალობა და უდიდესი სიხარული. სიხარული ქრისტიანობისგან მოშორება ზუსტად ეს აი დღევანდელი წუთისოფელი რომელიც ყველანაირად ცდილობს ღმერთი განდევნოს რას აკეთებს რეალურად სწორედ სიხარულის წართმევას ცდილობს ადამიანისთვის სიხარულის უნარის დაქვეითებას და ამ ნამდვილი სიხარულების ტყუილის სიხარულებით ჩანაცვლებას ცდილობს დღევანდელი ფასეულობები რაც ასე ვთქვათ წყვილში გვეჭრება ჩვენ ძალიან ხშირ შემთხვევაში და რა ვიყინაღამ ყოველდღიურად. ამას რატომ ვამბობ? იმიტომ რომ ამ იგავშიც როგორ არის აღწერილი ეს ვენახი გააშენა უფალმა. ანუ ვენახი ამ შემთხვევაში აღნიშნავს ქრისტეს ეკლესიას. მაგრამ იმისათვის რომ ამ ეკლესიაში ყველა არ შეჯლიგინდეს და გამოშლიგინდეს ბოდიში მომითხოვია, ამისათვის მას დაუდგინდა თავისი მიჯნა, თავისი საზღვრები, თავისი ზღუდე, რომელიც არის კანონები, წესები. ვინც ამ კანონებს, ამ ცნებებს, ამ რიგს არ იცავს, იგი რა თქმა უნდა ძალიან აშავებს. და დადგინდაო ამ ვენახის პატრონი ხო არის თვითონ მსახურები დაადგინა ვიღაცა, რომლებსაც მიაბარა რომ მოუარეთ ამ ვენახს და მოვალ და მერე რაც იქნება მოსავალი, იმას წავიღებ როგორც მეკუთვნის, თქვენ თქვენი ნამუშევარისა აგინაზღაურდებათ, მე ჩემსას მოსავალს წავიღებ. მაგრამ ამათ რა ქნეს, როცა მოვიდა უკვე მწიფობის დრო, გააგზავნაო ერთი პარტია მოსამსახურეების სხვები, არ გამოატანესო მათ არაფერი, გალახესო. გააგზავნაო მეორე პარტია მოსამსახურეები, ქვით ჩაქოლესო ისინი. გააგზავნაო პარტია ააგზავნა თავისი სხვა მოსამსახურეები და არც ერთი არ გაიკარა იმ ხალხის. ეს ხალხი, ეს მოსამსახურეები აღნიშნავენ წინასწარმეტყველებს, აღნიშნავენ ძველი აღთქმის მსაჯულებს, მართლებს, მამამთავრებს, ვინც მიდიოდა ერთან, მიდიოდა ხალხთან და ეუბნებოდა სად უნდა წავიღოთ ჩვენი ცხოვრების შედეგი. ვის წინაშე უნდა ვაშენოთ და როგორ უნდა ვაშენოთ თუ რამეს ვაშენოთ. და სად უნდა შევაგროვოთ, როგორც უფალმა თქვა, რომ იქ შეიკრიბეთო, სადაც ვერც თაგვი დახრავს ომას და ვერც ქურდი მოიპარებს. ჩვენც აი ამ შემთხვევაში ზუსტად ამას ვხედავთ, რომ აგზავნიდა უფალი თავის მსახურებს, თავის ხალხთან, ვისაც მიაბარა თავისი ეკლესია. ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესია, ძველი აღთქმის ისრაელი. და მოდის ეს ხალხი მსახურები, რომ იმ ხალხს უთხრას, რომ ხალხო, რასაც აკეთებთ, ეს ღვთისაა და საით უნდა წარმართოთ თქვენი ძალა, თქვენი ნაყოფი
შრომისა და ასე შემდეგ. და ესენი მათ არ იღებენ. და ასეც იყო, ზოგი წინასწარმეტყველი ხეზე დააკრეს და გახერხეს, ზოგი ჩაქოლეს, ზოგი რაქნეს, ზოგი რაქნეს. ამის მერეო ბატონმა იფიქრაო, რომ მოდიო ჩემ ერთადერთი ძე რომ მყავს, იმას გავაგზავნიო, იქნება ამისი შერცხვეთი. და ამ ხალხმა არათუ სირცხვილის გზნობა არ გაიკარა, არამედ პირდაპირ ტექსტში როგორც წერია, უფალი თავის აღსასრულის შესახებ წერს, როგორც ყოლად ბრძენი და ყოლისწოდნე, რომ ამ ხალხმა ასეთი ფიქრი დაიწყო, ერთმანეთში მოილაპარაკესო, ეს არის მკვიდრი, ანუ ეს არის მემკვიდრე, ეს არის ის, ვისაც ამ ყველაფრის ეს ყველაფერი ვისაც ეკუთვნის, ვისაც ამისი მოთხოვნა ისევე შეუძლია როგორც მამას. და მოდითო მოკლათ ეს და ყველაფერიო ჩვენ დავითოვოთ. ანუ ეს არის ადამიანების მიერ თავისი ცხოვრებიდან ქრისტეს განდევნის ერთი დიდი ასახვა აი ამ იგავში. როგორ არ იკარებენ ადამიანები ქრისტეს და როგორ არც სხვას ჩვენნაირს მოსამსახურეს უჯერებთ და არც თავად გამოცხადებულ ღმერთს. და გრძელდება მერე ეს ამბავი იმ კითხვით, რომელსაც უფალი უსვამს აი ამ მღვდელმთავრებს და ფარისევლებს და სხვა ხალხს, ვისაც ამ ყველაფერს ესაუბრება, რომ რას ფიქრობთო, რას გააკეთებსო ბატონი. და ისინი მას უბრუნებენ ლოგიკურ პასუხს, რომ აი ამ ხალხსო ძალიან ბოროტად დასჯისო, ვინც ნაყოფი არ მისცა, შვილი მოუკლა და ასე შემდეგ, მისივე გაშენებულ ვენახში გამაგრდა და წართმევა მოუნდომა და ამ ვენახსო სხვას გადააბარებს. ამის მერე უფალი ამბობს, რომ არასადა აღმოგიკითხავ საწიგნსაშინა, თუ არსად არ წაგიკითხავთო წიგნებში, წიგნი ესაა წმინდა წერილი. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქნა თავ კიდეთ. უფლის ამიერ იყო ისე და არ საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენ. ესე იგი, აქ რაზეა საუბარი? ლოდი თავსაკიდური, ესაა ლოდის, აი კედლები რომ ამოდის, ორი კუთხის კედელი რომ ამოვიდეს. და ეს კედლები ხო შეიძლება რომ აქეთ-იქით გადავარდეს, გადაიშალოს და ზემოდან რომ ყვაედება, ცოკოლს რომ ვეძახით, ახლა ჩვენ მთლიანად რომ კრავს შენობას, აი ამას აღნიშნავს ლოდი თავსაკიდური. ლოდი, რომელიც აქეთ-იქით კედელს გადავარდნისგან, დაშლისგან, შენობას დანგრევისგან იცავს. და ეს ლოდი თავსაკიდური არის ქრისტე. ლოდი თავსაკიდური, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებისთვის, ერთმანეთისგან დარღვევისთვის იყვნენ თუ ვიყავით მოწადინებული, განწყობილი, გამზადებული, შეგვარიგა, შეგვაერთა და გაგვამტკიცა. ამიტომაც ჩვენი თავარი მოვალეობა ამ დროს არის ის, რომ გვახსოვდეს ერთ დღეს, როდესაც მართლა დადგება ეს დღე, ჯერა თუ არ ჯერა. წარდგებით უფლის წინაშე, რას ვეთქვით, რაში გამოვიყენეთ ჩვენი სიცოცხლე. პირველ რიგში სიცოცხლე, რომელიც მოგვეწია. აი ძველ ბერძნებს კარგად იცით, ჰქონდათ ერთი ესეთი მითი, სადაც აღწევ მითი ჰერაკლეს შესახებ. და იქ ჰერაკლეს სხვადასხვა გმირობა იყო ჩამოთვლილი და ერთ-ერთი, რასაც ჰერაკლე აკეთებს, არის ის, რომ ანთეოსს ვიღაცა უძლეվել გმირს ჯობნის. და ეს ანთეოსი ვინ არის? თურმე არის მიწის ქალღმერთი, გეას ვაჟი და გმირი ვიღაცა და მოკლედ ვერავინ ვერ ერევა. და ჰერაკლე მას ეჭიდავება, ჰერაკლეც ძლიერია და ერთხელ თითქოს მოერია, მაგრამ ანთეოსიო ერთი შეეხებოდა თუ არა მიწასო, ხელახლაო მისი ძალები ახლდებოდა. იღლება უკვე ჰერაკლე და ხვდება, რომ წააგებს, იმიტომ რომ რამდენჯერაც არ წაიყვანა მორევისკენ ეს გმირი, იმდენჯერ ძალები ხელახლა განიახლა ამ კაცმა. და აიტაცაო ჰაერში, მიწას აღარ მიაკარა, საიდანაც იგი ძალას იღებდა და ჰაერში მოახჩოო ბოლოს იმ. აი ეს სიმბოლოები ხალხო, რა თქმა უნდა, ორი კაცის ჭიდაობაზე კი არ არის. ეს არის იმაზე, თუ რა გვაძლევს ჩვენ რეალურად ძალას არსებობისას. საკუთარ მიწაწყალზე რომ დგავართ, საკუთარ ტრადიციებზე რომ დგავართ. ბევრჯერ გამიგონია ყველას,
აი ამბობენ ხოლმე ადამიანები რაღაცებს იცავენ, არხვას ვიცავ, რაღაც წესებს ვიცავ, რაღაცებს ვიცავ, რა ვიცი, ეკლესიას ვიცავ, სამშობლოს ვიცავ, რაღაცებს ვიცავ. და რომ დაფიქრდეს ერთი წუთი ადამიანი პატიოსნად, ჩაუღრმავდეს ჩუმად, წყნარად ამ ყველაფერს. მარხვის, წესის, ჯულის, მეგობრობის, ერთგულების, უფროს-უმცროსობის, დედმამიშვილობის, ნათესაობის, სიწმინდის, ღირსების, სამშობლო არ მithქვამს, მამულის, ურთიერთობის, ყველაფრის გარეშე რა რჩება შენი ცხოვრებისგან? აღმოჩნდება, რომ აღარაფერი აღარ რჩება. რაღა უნდა დარჩეს. და აღმოჩნდება, რომ შენ კი არ იცავ ამ რაღაცებს, არამედ ეს ყველაფერი გიცავს შენ. გიცავს ისე როგორც მარილი იცავს ხორცს თუ სხვა რაღაცას დალპობისგან და გაფუჭებისგან. და დღევანდელ მეორე სახარებაში ზუსტად ამაზე იყო საუბარი. რომ თქვენ ხართ მარილი სოფლისა და თქვენ ხართ ნათელი სოფლისა. ამაზეა საუბარი, რომ ამ ყველაფერს ჩვენ კი ვიცავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ სიცოცხლეს რაღაცა სამსახურში ვაყენებთ, მაგრამ მეორე მხრივ ეს ყველაფერი გვიცავს ჩვენ. ამ ყველაფრის გარეშე ჩვენ ის არ ვიქნებოდით, რაც შეიძლება ვიყოთ და რაც უნდა ვიყოთ. რაც იქნება ღმერთის მოსაწონი. როგორც ყოვლად ბრძენი შობელი, რომ თავის შვილს ეუბნება, რომ შვილო, მოდი ესა და ეს აკეთე და შვილი ამას არაფერს არ ინდომებს. და მხოლოდ წლების მერე ფიქრდება ხოლმე რაღაცაზე, რომ ნეტა დამეჯერებინა ჩემი მშობლისთვის, დედისთვის თუ მამისთვის. აი ასევე რაც უფრო ადრე იგონებს ადამიანი იმას თუ რაში უნდა ჩადოს თავისი ძალა, ენერგია, ცხოვრება და ასე შემდეგ, მით უფრო დიდი და კეთილი იქნება მისი ცხოვრების ნაყოფი. მით უფრო შედეგიანი იქნება მისი ამქვეყნიური გზა და მით უფრო დიდებული იქნება მისი ამქვეყნიური მოსაგებები. ძალიან ძნელია ხალხო, ადამიანი ვარ მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, მეც ყოველდღე ჩვენს აი ამ დაძაბულ გარემოს უყურებ. თითქოს და მართლა ვიღაცამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის სიმშვიდე, იმედი, სიხარული, რაღაცეები წაერთმია. მაგრამ ზუსტად მაგ დროს ადამიანმა იმ ანთეოსივით არ უნდა დაივიწყოს ის მიწა, რომელსაც ხელი არ უნდა გაუშვას, საიდანაც ძალით ივსება ადამიანი. ამ დღეებში რაღაცნაირად ვფიქრობდი, აი რამდენი ვიდეო მოვასწარი და ვნახე, თან კი იცით ხშირად მაინდა-მაინც ვერ ვიცლი ხოლმე ამისთვის, მაგრამ რაღაცნაირად რამდენჯერაც სადღაც რაღაცა ჩავრთე, იმდენად აი შემოდგომის პირია ეხლა ხო, წესით ხვავიანი, ბარაქიანი შემოდგომა დგება და ღმერთმა ბევრი დააყენოს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ხალხში და ყველგან. და რამდენ ვიდეოს გადავაწყდი, სადაც ადამიანები დებენ რაღაც სერიებათაც კი თავისი ეზო როგორ დაასუფთავეს, მამაპაპეული სახლი როგორ გააღეს და რემონტი როგორ დაიწყეს, რაღაცას როგორ უვლიან, რაღაცა ხეებს როგორ ჭრიან და ახლებს როგორ რგავენ და ასე შემდეგ. ანუ ისეთი რაღაცა გაგვიხდა ჩვენ სალაპარაკო, რაც სულ რამდენიმე წლის წინ იყო ყოველდღიურობა და ძალიან ჩვეულებრივი რამე. აი მე მიკვირს ხოლმე ადამიანურად, თან არაფერი ამაში საკვირველი არ არის, მაგრამ თან მიკვირს. გაგიგონიათ, გინახავთ ალბათ. აი უცებ დადგებიან ვიღაცაზე და ვაიმე როგორი ერთგული მეუღლეა. ან როგორი ყურადღებიანი დედაა. როგორი მაგალითად სუფთა დიასახლისია. როგორი აბა რანაირი უნდა იყოს დედა, რანაირი უნდა იყოს მეუღლე, რანაირი უნდა იყოს კაცი, რანაირი უნდა იყოს ქალი. ანუ სალაპარაკო გახდა ის, რაც ძალიან ნორმალური იყო. რაც ძალიან ჩვეულებრივი იყო. აბა სუფთა უნდა იყოს ადამიანები, ბინძური რატო უნდა იყოს? ყურადღებიანი უნდა იყოს, აბა ცერცეტა და უყურადღებოდა დაბნეული და უთავბოლო რატო უნდა იყოს? დედა უნდა იყოს და შულზე უნდა ზრუნავდეს და მამა უნდა იყოს და თავის ოჯახზე უნდა ზრუნავდეს. აბა რანაირად უნდა იყოს, სხვანაირად. და ჩვენ ამ ჩვენი რაღაცეებზე გამოკიდებით, ჩვენი შინაგანი აი ამ ცრუ სამიზნეების დევნით და ცრუ ამოცანების დევნით იმ მდგომარეობაში აღმოჩნდით, რომ რაც ყოველდღიური რამე იყო, რასაც ყოველ გაზაფხულზე ყოველ შემოდგომას აკეთებდა ყველა, რომ ეზოს ალაგებდა თუ ხეს რგავდა თუ
ღობეს შეაკეთებდა ხოლმე თუ რაღაცას რა ვიცი გააკეთებდა საკუთარ ეზოკარში თუ მამაპაპეულზე თუ ასე შემდეგ მეურნეობაში დღეს იქცა იმათ რომ ხალხი ამას აბარაკობს თუ დედა რა გავაკეთე ხე დავრგე დედა რა გავაკეთე სახლის ჭიშკარი შევღებე აი ეს თან გულდასაწყვეტია მაგრამ თან რაღაცის ნიშანია ვინიც ის კარგის ნიშანიც იყოს ვინიც ის ჩვენი გამოფხიზლების ნიშანიც იყოს და ამიტომ გრიგოლ ნოსელი ამბობს ერთ-ერთი შრომის მოსესწორება კარაჩეულებრივი შრომა გრიგოლ ნოსელს და მის დასაწყისში შესავალში ამბობს ესეთ რამეს რომ ხშირათო რბოლა რო იმართებაო ცხენების შეჯიბრება ეტლების შეჯიბრებაო ან რომელიმე ასპარეზობაო იქო ეს მაყურებლები ტრიბუნებზე მთელ ყიჟინას დასცემენო ერთი ალიაკოთი აქვთო ვისაც ემხრობიანო იმის სახელს გაჰყვირიანო და ამხნევებენო აქედან რეალურად რას აკეთებ როგორც დარბოდა დარბის როგორც ჭიდაობდა ჭიდაობს როგორც ისროდა ისრის ის ცხენებიც ისეთები არიან როგორებიც არიან მაგრამ ვიცით ხო სპორტი ჩვენ ქვეყანაში პოპულარულია და დამატებით მოთამაშე თითვლება ხოლმე მაყურებელი რომ შენ მოედანზე ხარ და შენიანებით გამხნევებენ და არიქა ბევრი არის წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ შეიძლება ზოგჯერ რაღაცას ჩვენით ვერ ვაკეთებდეთ მაგრამ აი ამ ხალხის მსგავსად რომლებიც ვისაც ემხრობიან იმას ამხნევებენ ჩვენ ქვეყანაში მაინც სხვაგან თუ ვერ გავწდებით სწორედ აი ამ მაყურებლებს უნდა დავემსგავსოთ რაღაცაში რომ გავამხნევოთ ის ადამიანი ვინც მამაპაპეულს არ ივიწყებს გავამხნევოთ ის ადამიანი ვინც შრომის მოყარეობით ცხოვრობს გავამხნევოთ ის ადამიანი ვისაც სიწმინდე აურჩევია თავის ცხოვრების გზამკვლევად და გავამხნევოთ ერთი მეორე და ჩვენ ვიქნებით ნამდვილად ერთი მეორის ძალის მიცემები და ერთი მეორის დამატებითი მოთამაშეები აი ეს არის ზუსტად ძალიან აუცილებელი დღეს ჩვენ ნამდვილად ეს გვჭირდება და არა პირიქით უიმედობა არა პირიქით ერთმანეთის კრიჭაში ჩადგომა და არა გულგატეხილობა დავფიქრდეთ ხო განა იმიტომ რომ რაღაცა სათქმელი არ არის განა იმიტომ რომ რაღაცა ტყუილია მაგრამ შედეგზე დავფიქრდეთ ხვალ რა იქნება ხელში რა შერჩება საერთოდ ამ ჩვენ ქვეყანას ბევრი რამე არ არის ჩვენზე დამოკიდებული მაგრამ რაც ჩვენზეა დამოკიდებული რომ ერთმანეთს იმედი მივცეთ ერთმანეთს გული არ ვატკინოთ ერთმანეთთან არ ვიტრაბახოთ რაღაცა სისულელეები არ ვაკეთოთ არც ჩვენი ცხოვრება დავღალოთ სისულელეებში და ტყუილებში და არც სხვისი აი ეს ნამდვილად შეგვიძლია და რაც შეგვიძლია ჩვენის გავაკეთოთ და უფალი როგორც შეგვპირდა ცირესაზე და მართალი იყავი და რიცაზე და დაგადგენო შენ ძვირფასო ძმებო და დებო ღმერთი იყოს თქვენი შემწერ და თქვენი მაკურთხეველი დიდი სიხარულით და დიდი პატივისცემით და სიყვარულით გულოცავთ ყველას იმიტომ რომ თითოეული თქვენგანი სახის დანახვა კვირის ღვთისმსახურებაზე არის ზუსტად აი ეს რომ ჩვენ უფალთან ვართ მისი შვილები და უფალიც ჩვენთან არის ერთ სასულიერო პირსო ევიწროვაო საკურთხეველში ადგილიო და გადაწყვიტა რომ მაღალ დასაჯდომელზე რომ ტახტი დგას ის ტახტიო და ხშირად ეს არის ხოლმე ესეთი ბარხატით გაწყობილი სხვადასხვანაირია ხოლმე რომ ძვირფასი ტახტევანია და როგორც ეს იმ ტახტზე სასულიერო პირი მღვდელი არ ჯდება და წელიწადში ერთხელ ორჯერ რაღაცა ეპისკოპოსი როცა მიდის ტაძარში სტუმრად ის თუ დაჯდება და ისიც ყოველთვის არა ზოგი ეპისკოპოსი არჩევს რომ მაღალ დასაჯდომელზე არ დაჯდეს და გვერდზე დაიდგას ხოლმე სკამი და იქ დაჯდეს ესეთი წესიც არსებობს ხოლმე აი წარმოიდგინეთ და გადაწყვიტაო რომ ვიწრო საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელიო საერთოდ აეღო რაღაც ძალიან ზედმეტია და თან წელიწადში ერთხელ თუ მოვა ვიღაცა ახლა აქ ეპისკოპოსის სტუმრად და იმ დროს დავდგამთ რაღაცას ხო და უცებო რომ მივიდა და დაუწყო ამ სკამს ტახტრევანს თვალიერებაო დაინახა რომ ეს ბარხატის ყურებიო იყო რაღაცნაირი გაცვეთილი და დაფიქრდა და ვის უნდა გაეცვითა იქ არავინ არ ჯდება და თქვა რომ ალბათ ქრისტე ესწრებაო ყოველ მსახურებასო და არ უნდა მივეკარო იდგეს როგორც დგას აი ესეა ხალხო ჩვენ რაღაცა გვესმის რაღაცა არ გვესმის რაღაცას ხედავთ რაღაცას ვერ ხედავთ მაგრამ სადაც 2 და 3 შეიკრიბება უფლის სახელით იგი მათ შორის არის ჩვენ შორის არის
და ვიყოთ ნამდვილად უფლის სადიდებლად შეკრებილები და ვერაფერი ვერ მოგვერევა, ვერც ჩვენ და ვერც ვერავის, ვისაც ეს გზა ურჩევია. გაგახაროთ, დაგლოცოთ სიმშვიდე და სიკეთე არ მოგაკლოთ ღმერთმა, სახში რომ მიხვალთ, დალოცეთ თქვენი ოჯახის წევრები, დალოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანები და ეცადეთ რომ იყავით სამართლიანად, თბილი და გონივრულად ზომიერი ადამიანები. გაგახაროთ, დაგიფაროთ, ბარაკა და მადლი არ მოგაკლოთ ღმერთმა. გაიხარეთ ხალხო, მომდევნო კვირის განრიგი გვექნება ოდნავ განსხვავებული ჩვეულებრივისგან, სამშაბათს ლოცვა, ოთხშაბათს წირვა და ოთხშაბათს ლოცვა და ხუთშაბათს წირვა იქნება, იმიტომ რომ ხუთშაბათს არის 11 რიცხვი, იოანე ნათლისმცემლისა და წინამორბედის თავისკვეთის დღე და ერთდღიანი მარხვაა კიდევ. მოგეხსენებათ, წელიწადში არის რამოდენიმე დღე, რომელიც არის ერთდღიანი მარხვა. მაგალითად 18 იანვარი, რომელიც არის ნათლისღების წინადღე, ყოველთვის მარხვა, მაგალითად 11 სექტემბერი ახალი სტილით, 27 სექტემბერი ჯვართამაღლება, არსებობს ესეთი ერთდღიანი მარხვები და ამ კვირაში უწევს ესეც. კვირას იქნება მოკლედ წირვამსახურება, პარასკევს იქნება მერე ლოცვა, შაბათს წირვა და შაბათს ლოცვა და კვირას წირვა ჩვეულებრივად. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ, ჩვენთან არის ღმერთი. იმ კვირის მომდევნო კვირა ჩვენი ტაძრის დღესასწაული იქნება ღვთისმშობლის შობის დღეა 21 რიცხვი. ღმერთმა გაგახაროთ და დაგიწყოთ.